ფოიეში კონკურსანტებს უკვე დაღლა ეთყობათ. თავის რიგს ნატალი ვეფხვაძე ელოდება, რომელიც ნიჭიერში დედასთან ერთად მოვიდა. მე ვარ ლელა ვეფხვაძე, ნატალი ვეფხვაძის დედა. მე ვიყავით 9 აპრილს ჩემ მეგობრებთან ერთად, 4 ადამიანი ვიყავით, რომლებთაგან ცოცხალი აღარავინ აღარაა ჩემ გარდა. იქ ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ხალხს, ჩვენ ერთს, ჩვენ სამშობლოს ასე ჭირდებოდა და ჩვენი სიმღერით გამოვხატავთ ამ თანადგომას. იმის შემდეგ ცხოვრება გაგრძელდა ჩვეულებრივ, მე და ნატალი მღეროდით ქუჩაში. გარდა იმისა, რომ ეს საარსებო საშუალება ქუჩაში, სხვათა შორის ნატო ქუჩაში ჩამოყალიბდა, ანუ ქუჩამ ჩამოაყალიბა როგორც თავისუფალ მომღერლად. მაგრამ სამწუხაროდ ვერც მე და ვერც ნატომ რეალიზება ჩვენი შემოქმედების ვერ მოახერხეთ სცენაზე. იმის გამო, რომ მას აქვს ხედველობის პრობლემა, არც ერთ კონკურსში თითქმის მას არ მიეცა საშუალება, რომ თავისი ნიჭის რეალიზება მოეხდინა. არ უნდა გამოსვლა, მაგრამ მე და ჩემმა მეგობარმა, ანუ მისმა მეგობარმა ეუყანათ იმ ზღვრამდე რომ გამოსულებოდ, რომ ჩვენა ნაკარგული ქონდა ძალიან ისე იყო. მე მგონია, რომ ამ პროექტმა ნატოს უნდა მისცეს შესაძლებლობა თავისი ნიჭის რეალიზების. მაინც თვალისჩინი ალბათ არ არის საჭირო იმისთვის, რომ მომღერალი იყოს შემოქმედი ადამიანი, ხომ? დახუჭული ქონდეს თვალები და გზნობდეს იმ სიმღერას, რასაც მღერის. ნახოთ რა მოხდება დღეს ნიჭიერში. აბა წარმატებებს გისურვებთ და მინდა რომ ნატომ ნიჭიერში მიაღწიოს იმას, რაც მე ვერ შევძელი ქუჩაში სიმღერით. გამარჯობა. სალამი. გაგვეცანით თუ შეიძლება თქვენი სახელი გვარი? ნატო ვეფხვაძე 24 წლის. და რას წარმოგვიდგენთ? წარმოგიდგენთ ქართულ სიმღერას საქართველო. კარგით, გისმენთ. აი გამიარა ჟუადობა, ისე როგორც მაშინ ბავშვობაში თქვენი ხმის გაგონებაზე.
და ვანო ფერზე წამოდგა სოფოც ილოცოთ ეს უკვე გამარჯვება რაც გეგაც არ ფერზე მოხდეს სამივე ჟიური იდგა ფერზე არაჩვეულებრივი როგორ ხართ, არაჩვეულებრივი ტემპი გაქვთ და საოცარი ემოციით იმღერეთ და მე მგონი ეს ის შემთხვევა, როდესაც ერთმა სიმღერამ შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს ხოლმე და არაჩვეულებრივი მომღერია. ანერვიულობ როგორ ყოფილი კარგად არის არა ყველაფერი ძალიან კარგად არის სიმართლე გითხრა ნატო ისეთი შეექნება დამჩარო უკვე შემდგარი ჩამოყალიბებული ვარსკვლავი დგას სცენას ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად ცრემლებამდე მიმიყვანეთ თქვენი გულის ამაჩუყებელი არაჩვეულებრივი ძალიან დიდი მადლობა. უდავოდ ჩვენი პროექტის აღმოჩენა ხართ. თქვენ გაქვთ სამი კი და გელოდებით შემდეგ ტურს. მადლობა. ეს ბედნიერი ფინალია. ნატალის გამოსვლა ძალიან ემოციური გამოდგა.